სხვადასხვა ქალაქის შემდეგ ქარტიის წარმომადგენლები ოზურგეთელ ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორს და საზოგადოების წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გახსნა. მასთან ერთად შეკრებილთ რეგიონალურ მაუწყებელთა და პრესის ასოციაციების თავმჯდომარეებმა და დანარჩენმა ჩამოსულმა სტუმრებმა მიმართეს. საუბრის თემა ძირითადად ჟურნალისტურ ნამუშევარში ეთიკური სტანდარტების გამოყენებას, არაობიექტურ ინფორმაციებს და დღევანდელი ვითარების შეფასებას ეხებოდა. ითქვა ისიც, რომ ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს მედიის რეგულირების ინიციატივა თავის თავზე აიღოს. დასახელდა რამდენიმე ფაქტიც, როცა ჟურნალისტებმა ეთიკის პრინციპები დაარღვიეს. საბოლოოდ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ეთიკის ქარტიას განსაკუთრებით რეგიონალურ მედიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება და დადებითი შედეგებიც ხშირ შემთხვევაში მოაქვს. ქარტიაზე ხელისმომწერი დღეის მონაცემებით 216 ჟურნალისტია ეთიკის ქარტიის წარმომადგენლების შეხვედრებს სხვა ქალაქებში განაგრძობენ. ჩვენი მიზანი რა არის? ერთი მხრივ თავად კოლეგებში უფრო მეტი დისკუსია გავშალოთ პროფესიული ჟურნალისტური ეთიკის საკითხებზე და ამავდროულად ჩვენს მოქალაქეებსაც დაველაპარაკოთ, გავიგოთ მათი მოსაზრებები, მათი განწყობები ჟურნალისტიკის მიმართ, მედიის მთავარი ფუნქციების მიმართ და კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ ერთობლივად ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად ჭირდება მაღალეთიკური ჟურნალისტიკა ჩვენს საზოგადოებას, რამდენად გაზრდის ეს მათი ინფორმირებულობის ხარჯს და რამდენად უფრო საინტერესო იქნება საზოგადოებრივი, პოლიტიკური, სოციალური ცხოვრება ქვეყანაში თუ მედიის სტანდარტების ხარისხი აიწევს მაღლა. ერთის მხრივ ეს არის პროფესიული სტანდარტებთან დაკავშირებით იღებ გარკვეულ პასუხისმგებლობას შენი მკითხველის წინაშე და არც ერთ შემთხვევაში სხვა ვინმეს წინაშე. მეორის მხრივ ასევე არის, რომ ქარტია ყველა იმ ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს და უფრო მეტიც იცით თქვენ ფოტორეპორტიორების საქმე, რომლებიც არ ყოფილიან ჩვენი წევრები, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობა ჰქონდა ჩვენ მაშინ. ასევე სხვა ზეწოლის ფაქტებზე ვავრცელებთ განცხადებებს და მოუწოდებთ მე სამართალდამცავ ორგანოებს. ადვოკატირების კამპანიაც გვაქვს, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე აღებული და გარდა ამისა ხშირად არის ხოლმე ტრენინგ სემინარები, როცა კონკრეტული მიმართულებებით ხდება ჟურნალისტებისთვის უნარჩვევების გამომუშავება და უფრო მეტი გამოცდილების გაზიარება. დღემდე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოიყენება ხოლმე ჟურნალისტების წინააღმდეგ, მედიის წინააღმდეგ მხოლოდ შივის და ძალიან მიხარია, რომ ქარტიამ დაიწყო რეგიონებში, მით უმეტეს ოზურგეთში, უშუალოდ მოსახლეობაში, ანუ მკითხველებთან გასვლა, რომ თვითონ ჩვენმა მკითხველებმა უნდა დაინახონ, რომ ქარტია არის სწორედ მათთვის პირველ რიგში შექმნილი, რომ მათ გარკვეულწილად თუ შეიძლება ასე ითქვას, თავი დაიცვან არაეთიკური ჟურნალისტებისაგან, არაეთიკური სტატიებისაგან. საზოგადოების ჩართულობა ამ საკითხში უფრო კარგია და ჟურნალისტებიც უფრო მოტივირებულები იქნებიან, რომ უფრო კარგად იმუშაონ და მათი, ვთქვათ, ნაშრომები იყოს ბევრად უკეთესი სტანდარტების დაცვით, ეთიკის დაცვით, ვიდრე ახლა. ნებისმიერი ქარტია იქნება ეს რაიმე ადამიანთა ჯგუფი თუ დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს ადამიანებს, იგივე ჟურნალისტებს ეთიკისკენ, მისაღებია, მაგრამ იმისათვის რომ ადამიანი ჟურნალისტი იყოს ეთიკური, მან წეროს სწორედ ის, რაც სიმართლეა და არ იყოს დამახინჯებული ფაქტები, ამისთვის არ ამგვარი აუცილებელი იყოს რაიმე კონკრეტულ ქარტიაში გაწევრიანება, ან ხელმოწერის დაფიქსირება დაფაზე, მაგრამ მადლობა ღმერთს და სასიხარულო ოზურგეთში ეთიკის ქარტით, თუნდაც ჟურნალისტები, რომელიც ეთიკის ქარტია შერიან ან იმის გარეთ, ყავს ჟურნალისტები და ნაკლებობას არ განვიცდით ასეთ ჟურნალისტებს, რომლებიც ეთიკურად სწორად და გამართულად წერენ და აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს.